ფეანტურები, სულთა ბატონები, ძმები არიან. მანდოსი და ლორიენი ასე უწოდებენ მათ, რადგან ასე ჰქვიათ მათ სამოსახლოებს და სახელებიც მათგან მიიღეს. ხოლო მათი ნამდვილი სახელები არის ნამო და ირმო. ნამო უფროსი ძმა, სახლობს მანდოსში, რაც ვალინორის დასავლეთითაა. ის მკვდართა დარბაზების მცველი და მოკლულთა სულების გამომხმობია. არაფერი ავიწყდება და იცის ყოველივე, რაც უნდა მოხდეს, ოღონდ იმდენი, რაც ილუვატარს ვალართაგან არ დაუფარავს. ნამო მსაჯულია ვალართა, თუმცა განაჩენი მხოლოდ მანუეს თხოვნით გამოაქვს. მისი მეუღლე ვაირემ ქსოველიაა. თუ კი რამ ყოფილა, არის ან იქნება, ყოველივეს თავის ვეება ქსელებში აქსოს იგი და ეს ქსელები მოსავს კედლებს მანდოსის დარბაზებისა, რომლებიც რაც დრო გადის, მით უფრო იზრდება. ირმო, უმცროსი ძმა, ხილვათა და სიზმართა მომლინებელია. ვალართა მიწაზე ლორიენის წალკოტშია მისი სამკვიდრო. ამ ქვეყნად ულამაზესი ეს წალკოტი, სავსეა სულებით. ირმოს მეუღლე არის ესტე, სათუთი მკურნალი ჭრილობათა და დაღლილობის გამქარებელია. მას რუხი სამოსი აცვია და მისი ძღვენი დასვენებაა. დღისით არ დადის, არამედ ლორელინის ტბის პირას, ხეთა ჩრდილში სძინავს. ესტეზე ძლევამოსილია ნიენა და ფეანტურთა მისი ძმების მსგავსად, მისთვის ნაცნობია სევდა და ნაღველი. ის მარტო ცხოვრობს. მელკორისგან არდისთვის მიყენებულ ყოველ იარას ფრიად განიცდის. იმდენად მწუხარეა იგი, რომ როცა ვალართა თვალწინ მუსიკა იშლებოდა, მისი სიმღერა გოდებაში გადაიზარდა. თუმცა ნიენა თავისთვის არ მოთქვამს. ვინც მას მოусმენს, სიბრალულსა და გამძლელობას სწავლობს. მანდოსში მყოფნი შესტირიან მას, რადგან ნიენა ამხნევებს სულს